რაც შეეხება მთავარ თემას, რომელსაც ყველა გუშინ ელოდებოდა, რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინაში ომის შეჩერებაზე და 30 დღიან სამშვიდობო მორატორიუმზე, ვლადიმერ პუტინი მადლიერია პრეზიდენტ ტრამპისა და კი ბატონო, შევაჩეროთ ომიო, მაგრამ მშვიდობა თუ გვინდა, ის უნდა იყოს ხანგრძლივი და მდგრადიო. და კიდევ ერთი, აუცილებლად უნდა ამოიძირკოს ის პრობლემა, რომლის გამოც საერთოდ წარმოიშვა ეს კონფლიქტი და ომიო. მარტივად რომ გითხრათ და უთენია რაღაც ზაუნი სიტყვებით არ ვიყო წარმოდგენილი თქვენს წინაშე, ვლადიმერ პუტინი თანახმაა შეაჩეროს საბრძოლო მოქმედებების სიტყვით, მაგრამ ამაში ითხოვს უკრაინის მიწებს, აც უკვე დაპყრობილ ტერიტორიებს და პრეზიდენტ ზელენსკის თავს. ძალიან მოკლედ ეს ამბავი ესე გამოიყურება. გვიან ღამით მას უნდა ქონოდა შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელთან, რომელიც სავარაუდოდ დასრულდა ყოველგვარი კომენტარების გარეშე. დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინის განცხადებებს პერსპექტიული უწოდა, თუმცა არასრული და არსებობს ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დამატებით ეკონომიკურ სანქციებს ამზადებს რუსეთის წინააღმდეგ.